ივანე ტავკაძე 6 წლის სწავლა მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა, ყველაზე მეტად მეყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბავშვი, როცა ვიყავი 5 წლის. მე ვიცი სარტყელას ხატვა, სახლის ხატვა, ყვავილების ხატვა, დედიკოს ხატვა. ყველაზე ძნელია სახლის დახატვა. ყველაზე ადვილია სარტყელას დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი. არ მიყვარს წითელი, იმიტომ რომ არ ვხდება ნახატებს. მე ვაკროვებ ჩემს ნახატებს. სახლში უკვე მაქვს 1 ნახატი. იმიტომ ვაკროვებ, რომ გავესწრები მე დავათვალიერებ. ყველაზე ხშირად ჩუქნი ნახატებს მასწავლებლებს. მეც მეყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. ამ ბოლო დროს ბიძაშვილმა მაჩუქა თოჯინა. არადა ბიძაშვილი არ მყავს. თოლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები. წელს მინდა მომეტანო საბრანჭავები. ლამაზი გოგო და მე ხდება გაბრანჭვა. მე ვიბრანჭები ასე. მე სალკეში ვიბრანჭები და პომადას ვისმე. ზოგჯერ ვიბრანჭები დედიკოსთან ერთად. გაბრანჭვის მერე სტუმრობა მიყვარს მამიდაშვილებთან. ჩემი აზრით თოლის ბაბუ არის 47 წლის. მისი ნამდვილი სახელია ნუგზარი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემ სკოლაში მე ვარ ყველაზე ლამაზი ბრანჭია ჭვიანი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ხათუნა მასწავლებელი. ის არის მხიარული, ლამაზი და მეხუტება. რა გავესწრები, მინდა გამოვიდე ხატვარი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი. ახლა მინდა ვიყო 7 წლის. იმიტომ რომ ვიქნები უფრო ლამაზი და ჭკვიანი. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამიკა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 4 წლის და ქვია ნოე. ის არის ტელანაცელკი და საყვარელი ბიჭი. ჩემი აზრით ნოე გაიზრდება გამოვა პოლიციელი. მამიკო არის სიმპათიური, ხიარული ვაჟკაცი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, სურველი და თბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ჩემი თვისწავლე. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. მე მინდა ვცეკვო დიდ სცენას. ჯადოს მოხდა რომ მქონდეს გავაჩენდი ძაღლს. წინა მონაწილედ დამიტოვა კითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 17 Pro Max. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია ჩემი მეგობარი ელი. ბედნიერება არის დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.